დღის შემაჯამებელი გადაცემით ვლადიკავკაზიდან შემოგთავაზებთ ეთერს. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით ცენტრალურ გამზირზე, მშვიდობის გამზირზე ვიმყოფებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აქ სხვადასხვა საკითხებზე ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც აქაურ და შტაბ-ეჭდილებებზე გაგვიზიარებთ თავის პოზიციას, მაგრამ სანამ სტუმარს ჩავთავდით, მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. უკვე საკმაოდ დიდი ხანია, უკვე ფაქტობრივად ერთი კვირაზე მეტია რუსეთში ვიმყოფები და მიუხედავად ამისა, მაინც ვაკვირდები, რაც ხდება საქართველოში. არნახული ღალატის და ასევე საკმაოდ დიდი ლუსტრაციის მომსწრე ვართ, მეგობრებო. მე არ ვიცი, ამდენი მოღალატე რო ყავს ქვეყანას, ეს ქვეყანა საერთოდ რო დგას ფეხზე, ეს არის კიდე დიდი საქმე, იმიტომ რომ მე არ ვიცი, აი ის ხალხი, ვინც დღევანდელ დღემდე საქართველოში ხელისუფლებაზე აღმატებული ტონით საუბრობდა და ხელისუფლების მხარდამჭერი იყო, დღეს რატომ შეიცვალა პოზიცია? იმიტომ რომ იგზნეს, რომ შეიძლება დაკარგოს ის პრივილეგიები ადამიანმა, იმიტომ რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ეს ხომ აბსურდი არის. აქედან გამომდინარე, ერთი ფაქტია, რომ საქართველოს ყოველთვის ყავდა მოყალატე ინტელიგენცია და ეს ტრადიცია ეხლაც გრძელდება. ერთი-ორის გამონაკლისის გარდა ჩვენ ვხედავთ ის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, ალბათ ერთი ადგილის თამაშში რომ იყოს ჩემპიონატი, ერთი ადგილის თამაში ისინი გახდებოდნენ ჩემპიონები. ყოველთვის ისინი იყვნენ მოღალატეები. ისინი ღალატობდნენ ყველა ლიდერს ქვეყნისა. ჯერ პატიაშვილი გაყიდეს, მერე შევარდნაძე, მერე გამსახურდია, მერე ვინ არ გაყიდეს ამათმა. ესენი არიან აი გეუბნებით ერთი-ორის გამოკლების გარდა, ესენი არიან მოღალატეები, მეგობრებო, იმიტომ რომ არავითარი ნამუსი არ გააჩნიათ. ეხლა იქ გუშინ რაც მოხდა, როდესაც ჟურნალისტის ნიღბიანებმა ცემეს, კაციშვილმა არ იცის ვინ ცემა. ქალაქში დაწრტის 1000 პროტესტანტი. აი ვის აქვს იმის განცდა, რომ ეს მაგალითად იყო ხელისუფლება. რატო ვამტკიცებთ ასე დაბეჯითები? და მე თუ ვაპროტესტებს ვიღაცეები ამ ჟურნალისტის ცემას და მეც ვაპროტესტებ და ვამბობ, რომ აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, მაგრამ რატომ არ გმობთ თქვენ მოლოტოვის კოქტეილების როლას მთავრობის სასახლეზე, პოლიციელების შეურაცხყოფას? მე რო იძახით თავისუფლება წაგვართვეზო, თავზე ამხობთ ქვეყანას ყველაფერს, გამოდიხართ, რასაც გინდა იძახით, რასაც გინდა აკეთებთ, რომელი თავისუფლება წაგართვეს თქვენ? მაინტერესებს სააკაშვილის პერიოდში სად იყავით, ერთ ადგილას რო შემძვრალი იყავით, მაშინ ხმას რატო არ იღებდით, ხალხს რო ხოცავდით? მე რო ადარებთ იმ პერიოდს, აი სააკაშვილის პერიოდში ვინმეს რო ესე სპეცრაზმელისთვის გაეკეთებინა, რომ დედისტრაკი ეგინებინა, კოქტეილები ესროლა, საერთოდ ნეკნებში გადატრეხავდნენ მას რა. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს რაც ეხლა ხდება, არ არის ადეკვატური. აბა პოლიციას უნდა აგინონ თურმე, პოლიციამ ამას უნდა ესე იგი გაგებით შეხვდეს, არა? ამათ ეს გონია დემოკრატია. აი საფრანგეთში რაც ხდება, მაგალითად იგივე ამერიკაში, ვინმე დატოვებს ადამიანს ეს გარკვეულწილად იმის გარეშე, რომ პასუხი არ აგებინოს, როდესაც ესეთი რაღაცეები ხდება? Enlève les masques, tout ça. Allez, on enlève. La protection, c'est aussi. C'est bon. Enlève tout ça, déplacement. Enlève. C'est quoi ça?
You're not doing anything, you What the doing? You pig! ამიტომ რატო გვიკვირს მეგობრებო ჩვენ ის რომ თურმე პოლიციელებმა უნდა უპასუხონ ამ ყველაფერს მათ შეურაცხყოფას მათზე თავდასხმებს იმით რომ გაჩუმდე ხმა არ ამოიღონ კიდევ კარგად ითმეს ჩვენი გმირი პოლიციელები მე მინდა მადლობა გადაუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს პირადად და ასევე ამ ჩვენ გმირ პოლიციელებს იმიტომ რომ დღეს მათზე გადის ჩვენი სახელმწიფოებრიობა ისინი თუ არ იდგებიან მედგრად ხოლა ესენი მოვლენ ეს მოღალატეები ხელისუფლებაში და საქართველოს დაამხობენ და მე მინდა აგრეთვე იმ მოღალატე სპორტსმენებს მინდა მივმართო აი გვასახელებს არ ვასახელებ იმიტომ რომ ბევრნი არიან კი მაგრამ თქვენ და ლოცვილებო სააკაშვილის პერიოდში ხმას რატო არ იღებდით მაინტერესებს ხალხს რო ხოცავდნენ მართა მე კიდე რო აპროტესტებთ იმას რომ ვიღაცა იქ ძირს დაგდებულსო დაარტყესო იმ ძირს დაგდებულობამდე რა სიტუაცია შეიქმნა რატო იმას ვერ ფიქრობთ რა ერთი ცალი ფაზა მაინც ჩართეთ და ცოტა იმას ქენით გამოიტანეთ დასკვნები როცა ქვეყანა ქალაქს წვავენ თუ კი აპროტესტებთ მაინტერესებს ქალაქი რატო უნდა გადაწვა აი რატო უნდა დადღავნო ქალაქი თუ შენ აპროტესტებ ხელისუფლების გადაწყვეტილებას რა დაგიშავა პარლამენტის შენობამ რა დაგიშავა იმ ხეებმა რომლებსაც ჭრი რუსთაველზე რა დაგიშავა ინფრასტრუქტურა მაინტერესებს რატო ვაკეთებთ ამას ვერ გავიგეთ თქვენ ვინ ახართ მართლა მილიონები რო ჩაგიჯიბათ ივანიშვილმა და ჩვენმა ქვეყანამ ადგა თვითონ მოიკლო და ყველა თქვენ წარმატებას შეხვდა საკმაოდ დიდი ფინანსური იმითი რაღაც გასამჯელოთი ამით გვიხდით სამაგიეროს მაინტერესებს თუ აყოლილი ხართ ამ იმას რა ქვია პერო გარჭობილ ინტელიგენციასა და აი ამ ბოდიში და ჯენზი თაობა ჩვენ ესე იგი ყოლია ჯენზი სპორტსმენები ესეთი ქართველები კი არ არიან ეს ჯენზი ფეხბურთელები ყოლია ჩვენ და ჯენზი ყოლია აგრეთვე სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ესე იგი ვიღაცა პიდარასტებმა რომ იქ რაღაცა ის დაიწყეს პროტესტი ამის გამო ესე იგი ქართველ ხალხს შეაფურთხეს ამათმა რა ესეთი რამე გაგონილა ხალხო მე არ ვიცი გაოგნებული ვარ და მე ვერ გავიგე რა შუაშია რატო ვაგინებთ ამ რუსეთს აი რუსეთი რა შუაშია ეხლა იმაში თქვენ რომ აი ესეთ შეურაცხყოფას აყენებთ ამ ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ეხლა მე აქ ვიმყოფები მოსკოვში ვიყავი აგერ ვლადიკავკაში გეკითხებით ეხლა თქვენ აი ჩვენი ქვეყნის
გამთლიანების საკითხი ხო აქ უნდა გადაწყდეს არა და თუ თქვენ აგინებთ აქ რუსეთს და რუსებს როგორ გადაწყდება ეს კარგად რა შუაშია ეხლა მაინტერესებს რუსეთი ყველგან რუსეთი გელანდებათ მაგრამ აქ მარტო დასავლეთის სპეცსამსახურები არ არის ჩართული აქ ჩვენი მეზობლებიც არიან ჩართული მე არ გამოვიკრავ თურქეთის სპეცსამსახურიც იყო ჩართული სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები იმიტომ რომ ყველა ჩვენ მტერს ის უნდა რომ რუსეთთან ურთიერთობები არ დაალაგდეს და ეს არის პრობლემა მეგობრებო აი ეს არის პრობლემა და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ იცით რა მოღალატეები ყოველთვის ბევრი ყავდა ჩვენ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ეხლა ავდგეთ და ამ მოღალატეების გვერდზე დავდგეთ მეო ჩვენო ისაო რა ქვია ჩვენი შვილი გამოვიდა ვიღაცები და ჩვენი შვილების გალახვას არ ვაპატიებთ ხელისუფლებასო შენ რო უარგისი შვილი ყავს მე რატო ქვეყანა მას ქნა დავღუპო მაინტერესე შენ რო შვილი ვერ გაზარდე შენი შვილი რო ნარკომანი ბოზი ჩათლახია ამის გამო ქვეყანა უნდა დავღუპოთ მაინტერესებს ამის გამო ქვეყანა უნდა დავღუპოთ ჩვენ შვილებისთვის ვერ მიგიხედია თქვენ უპატრონოებო თქვენა და კიდე აქ ჩვენს გონორს გვიკითხავთ ესე იგი როგორ სააკაშვილი სისხლში აღჩობდა ქვეყანას და ერთი ნატურა არ ჩამოვარდილა ლამპიონიდან რუსთაველზე ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდილა თუ აპროტესტებს გააპროტესტებს შვიდობიანად და არა ისე რომ ქვეყანას ანგრევთ და ქვეყანას ანადგურებთ თქვენ ამის უფლებას არ მოგცემთ ჩვენ და ერთი რამე იცოდეთ კიდე რომ ვინც კი დღეს რუსეთს აგინებს საქართველოში ის არის საქართველოს მოღალატე, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ძალიან ბევრი პრობლემა, სწორედ რუსებთან ურთიერთობის შედეგად და ვინც ამას აკეთებს, ის რა თქმა უნდა თავისთავად უკვე ორიენტირებულია იმაზე, რომ აი ეს ურთიერთობები და ეს გარკვეული თანამშრომლობა არ შედგეს ჩვენ ქვეყნებს შორის. და აქაური ქართველობაც არის ძალიან შეშფოთებული ამით, იმიტომ რომ თქვენ როგორ გონიათ, მაინტერესებს აქ რომ თბილისში რომ მოვიდეს ხელისუფლებაში სააკაშვილი და მისი ხროვა თქვენ გვენიათ აქ ხალხს პრობლემები არ შეექმნებათ? ამიტომ დასკვნები უნდა გამოვიტანოთ თქვენ და ერთი რამე იცოდეთ რომ ესე აღარ შეიძლება, ესე არ გაგრძელდება და ხელისუფლებას მოუწოდეთ რომ ძალიან კატეგორიულად და მკაცრად მოთხოვოს პასუხი ამ მოღალატებს. ყველა ციხეში უნდა წავიდეს, ვინც კი კანონს დაარღვევს. არ შეიძლება უთმინოთ ჩვენ ამ ნაძილებს ის რომ ქვეყანა თავზე დაგვამხო. ხელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი და აღარ შეიძლება ამის მოთმენა. და მე ვფიქრობ დადგა ის დრო რომ ამ მოღალატე ინტელიგენციას კიდე ის რაღაც პრივილეგიები გაუქმდეს ვინმე თუ რამე იმსახურებს ეს უნდა იყოს როგორც საჭიროა გაწერილი და ზედმეტ ფუფუნებაში რო გაცხრომაში რო ყავდა აი როგორ გადაგვიხადე სამაგიერო ხედავთ გასაგებია ის ერთი არის ადამიანები რომლებიც ამას უჭერენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან და მეორეები არიან კიდე არაკლებ ნაძირლები კიდე იმიტომ რომ არ გამოდიან და თავის პოზიციას არ აფიქსირებენ შედავლოცილო ქვეყანა ინგრევა ადექი ანისე თქვი ანასე თქვი რა მე ვერ ხედავ აი ხა ქვეყანა ემხობა ქვეყანა თავზე გვემხობა და კასიშვილი არ გამოდის სად არის ის ხალხი ამ ბიზინა ივანიშვილის ტას უკრავდა და მიღებებზე რო დაკავდა ამიტომ ხელისუფლებამ დასვდები და გამოიტანოს და ამათ კი არ უნდა იმას ქნან რა ქვია პრივილეგიები შეუქმნა საშუალო ფენას უნდა შეუქმნას და უბრალო ადამიანებს უნდა შეუქმნას თორე აგერ ხედავთ ამ სპორტსმენებს ამ ხელოვან ხალხს ზედმეტად რო გადავყევით რითი გვიპასუხეს მე ყველაზე არ ვიძახი მაგრამ დიდი უმრავლესობა სამწუხაროდ ესეთ პოზიციის ქვეშ აღმოჩნდა და აქედან გამომდინარე მე იმას არ ვიძახი რომ ვინმე არ დავაფასოთ მაგრამ ზედმეტად არავის არ უნდა გავყვეთ არ უნდა იყოს აღმატებული მაგალითად ვინმე მასწავლებელზე არ უნდა იყოს მაგალითად ხელოვანი აღმატებული ინჟინერზე არ უნდა იყოს სპორტსმენი აღმატებული მაგალითად ქარხნის მუშაზე არ უნდა იყოს რაღაცამ რო გოლი გაიტანა ევროპის ჩემპიონატზე ის გაიტანა იმიტომ რომ საქართველოსთვის გაიტანა მაგრამ იმისთვის კი არ გაუტანიათ მე რომ ძრათ ამოედინათ ჩვენთვის აი ეს წარმატება აკეთონ გასკვნები უნდა გამოვიტანოთ ძალიან ისეთი შესაბამისად დღეს ახლა ჩვენ ვიყოფებით ვლადიკავკაზში მეგობრებო როგორც აღნიშნე და შესავლის შემდგომ მინდა მოვიწვიო ჩვენთან გადაცემაში ჩვენი დღევანდელი გადაცემის მასპინძელი სტუმარს ნამდვილად ვერ დავარკვევ, იმიტომ რომ ეს კაცი თვითონ აქაურია, ქართული სათვისტომოს დამფუძნებელი ბატონი რობერტ სინდელიანი, დამსახურებული ინჟინერი. მოგესალმებით ბატონო რობერტ. მოგესალმებით, ძალიან სასიამოვნოა ჩვენ და თან ვისაუბროთ. ჩვენ გქონდა საუბარი გახსოვთ ალბათ ჩართვით, ვისაუბრეთ ჩვენ აქაური პროცესების შესახებ რა ხდებოდა ვლადიკავკაზში მინდა რომ მოდით ჯერ თქვენი აი აქ ყოფით დავიწყოთ
ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო სიუჟეტ შემოგთავაზებთ ვლადიკავკაზიდან სათვისტომოს საქმიანობაზე, აქაურ ქართველებზე, მაგრამ თქვენიც მინდა აი თქვენი შეაფასოთ, როგორ ახართ, როგორ ცხოვრობთ აქა და ძალიან საინტერესო იქნება. მდვილეთში რო ვთქვა, ოსეთში ქართველები ვინცაც ცხოვრობს ძალიან კაი მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ეხლა ისე რომ ვნახოთ, ყველგან რაც ხდება, ყველა იცის რა ხდება. ჩვენ არ აგვზნობთ, რომ სხვაგანა ვართ, იმიტომ რომ ჩვენი სათვისტომო გაკეთებული ქართული სკოლა, ქართული ეკლესია გვაქვს აქ ოსეთში. არავინ არ გვიშლის საცხოვრებლად აქ, იმიტომ რომ ეხლა საქართველოში უფრო მეტი უჭირს ხალხს ცხოვრებაში, იმიტომ რომ ერთ დროს ზოგიერთი ქართველი წავიდა, დაბრუნდა. თქვენ რამდენი ხანია რაც აქ ახლა? მე 66-ში ჩამოვედი აქ. საიდან? გალიდან საშუალო რო დავამთავრე, მაშინ აქ უმაღლესში ჩავირიცხე აქ და აქ დავამთავრე უმაღლესი და მე დავრჩი, იმიტომ რომ სამსახურის იყო, უმაღლესში დავრჩი ასპირანტურაში და მე ოჯახი შევქენი აქ და დავრჩი ოსეთში, იმიტომ რომ კაი უფრო უკეთესი მდგომარეობა იყო ვიდრე გალში იმ დროს და მაშინ დავრჩი აქ. მე დაინგრია საბჭოთა კავშირი და ეხლა ისე გახდა რომ მე იცით რას მოხდა აფხაზეთში, ვერ მივდივარ სასაფლაოზე, დედმამის სასაფლაოზე 30 წელიწადია ვერ მივედი სასაფლაოზე. გალში ვერ მივდივარ, იმიტომ რომ საქართველოს არ შემიშვებენ და იქიდან სოჭიდან რო შემოვიდე საქართველოს კოლონიით მე არ შემიძლია საქართველოში რო ჩავიდე და იმიტომ ასეთ მდგომარეობაში ვარ. მე აქ ქართველი ვისაც ცხოვრობს ძალიან გული ტკივათ რაც ხდება საქართველოში. იმიტომ რომ როგორც ისბარში ვარ, როგორ შეიძლება პატარა ბავშვი გამოდის მიტინგზე. ეხლა შეიკითხოთ, სახელი შეიძლება იცის თავისი სახელი 10 წლის ბავშვი, მაგრამ ისტორია, არ საქართველოს ისტორია იცის, არ რუსეთის ისტორია იცის და ახალგაზრდა ვინც არის საქართველოში, ვინც გამოდის იმ მიტინგზე, რუსეთში ნამყოფი არ არიან. როგორ ცხოვრობს აქ მაგათი ტოლობები როგორ ცხოვრობენ, არც იციან რუსეთში. უსმენთ ამერიკას usmenen ევროპას და ისინი ატყუებენ ხალხს. როგორ ზომბი ისე არიან ახლა ახალგაზრდები. აი ხა თქვენზე მოქმედებს ეს აი რაც აქციები მიდის. იმიტომ რომ როგორ შეიძლება ახლა ჩემი შვილიშვილები უფრო ის ხნის არიან შვილიშვილები. მე გაგიჟებული ვარ ახლა ჩემი შვილიშვილი როგორ უნდა გავიდეს მოედანზე. რას ხდება ხედავთ და ჩვენთან პატარა ბავშვს ვარი რო უთხრა უსმინენ და მე ახლა როგორ ხედავ საქართველოში უმცროსები უფროსებს არ უსმენენ, იმიტომ რომ აი ეს უბედურება შეიტანეს ევროპიდან, აი ეს დემოკრატია რო ქვია. როგორ შეიძლება ახლა აი ეს LGBT და ისინი რო შეიტანეს საქართველოს, მე გაგიჟებული ვიყავ ქრისტიანული ქვეყანა, ქრისტიანობა ეკლესიაში დადიან და როგორ შეიძლება ასეთი ამბავი. ისე რა მაინტერესებს დაუბრუნდებით საქართველოს და რამდენი 1000 კაცი ცხოვრობს სულ ეხლა ისე რომ ოსეთში მეც მინდა მარტო ოსეთში კი არა ისე ეხლა რომ შეიკითხო ახალგაზრდობას საქართველოში რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში დიახ არიციან რუსეთში ეხლა უფრო მეტი ცხოვრობს ქართველი ვიდრე საქართველოში აი ხა ბოდიში აი მინდა რომ ვანახოთ ტრავმა იმ გაიარა ცენტრალურ მოედანზე ჩვენ რომ მოვსპეთ და გავანადგურეთ ყველაფერი რუსთაველზე ტრავმაი დადიოდა მარჯანიშვილზე და როგორი სუფთა ტრანსპორტია აი ეგ ეხ არის ცენტრალური გამზირია ეს არის პროსპექტ მირა ანუ მშვიდობის გამზირი ხალხი შეერნოს მანქანები აქ არ დადის არა მანქანები აი ხალხი დადის და ესე იგი აი ეს ტრავმაი ხო შეიძლებოდა რომ შეგვენარჩუნებინა მეგობრებო ყველაფერი რომ გავანადგურეთ და ყველაფერი რომ მოვსპეთ ვიღაცები ლაპარაკობენ სხვათა შორის ბატონო რობერტ აქციაზე ხა კადრიც მინდა გავუშვა თუ არ გამოხვალთო იქაო აქციაზე რუსეთში გაიღვიძებთო ეხლა მე რუსეთში გავიღვიძე და შვენივრად ვუწევ თავს მეგობრებო იმიტომ რომ ნეტა სხვებაც გაიღვიძონ ამ რუსეთში რა და ძალიანაც მომწონს აკაურობა რა ეხლა ტელემოყრილები ქართველები ხარ
გაიხარეთ. ლაპარაკობდით აგერ პარკში. Это снимаем на телевизоре. Вот это вот беженцы, Თქვენ საიდან которые ახართ? ჩვენ აქაურები ვართ. აქაურები ხარ? იქიდან წამოსულები ვართ. საიდან? ახალგორდანი. Макадрасы, что? Ну, вот это вот после этих событий Саакашвили. როგორ ახართ ისე როგორ ზნობ თავს აქ? ჩვენივრად ძალიან კარგად. არავინ არაფერს არ გვიშლის. ძალიან კარგად. ძალიან გამიხარდა და აი ესე იგი ყველა კუთხეში ქართველები არის და მინდა რომ გითხრათ რომ ძალიან პატივს აგვცემთ ყველა ქართველს რომლებიც არის რუსეთში და მინდა რომ კარგად იყოთ. ესე იგი კარგად ახართ, კარგად გძნობთ სად? ესე იგი რო იღვიძებთ რუსეთში კარგად გძნობთ თავს, ხო? არა? არა, იქ ეხლა აქციაზე ესეთ ვიგრძნობთ თავს. მაინც ჩვენ იქაური ჰაერი და იქაური გუნება და ის სხვა. ნასები რომ მოვიდნენ, მე ესე მოხდა. კარგი, წარმატებები აბა და გაიხარეთ. და აი უყურეთ, ეხლა ყველა კუთხეში, ეხლა აქ ჩვენ რო ყველა თითოეულში გავჩერდეთ, აქ ჩვენ რო გადაცემა ვერ ჩავწერთ ბატონო რომ. ხო და აი აქ ყველა კუთხეში არის, ეხლა მოვდიოდით ქართული ენა რო გაიგეს ამ ჩვენმა გაჩერდნენ და მოგვესალმენ და მართალი ხარო და მოვტრიალდი მეც და ესე იგი რა ვიცი, ეხლა ესე იგი ლაპარაკობენ ეს იდიოტები რომ ვისაცო რუსეთშიო გაღვიძება თუ არ გინდათო გამოდითო და ესე იგი მე რა ვიცი საქართველოს მოსახლეობას მინდა მივმართო ხალხო აგერ არის ცენტრში ვარ, ცენტრში, ვლადიკავკაზში. ხალხი, სხვადასხვანაირი ხალხია, ოსებიც არიან, რუსები და ხო ხედავთ. მე რო ჩამოვედი თვითრინავის ტრაპიდან, ეგრევე ტაქსით რო წამოვედი, ქართულად გამევიღო, იგზნო რომ ქართველი ვიყავი, მოვიდა ოსი ჩამსვა მანქანაში მომიყვანა, სასტუმროში მევედი, იქაც ქართველი დამხვდა, პარკში გამოგდივარ ქართველი, რესტორანში შევდივარ ქართველი, ეს ქართველი ახლა მე ცოტა დავამახინჯე, ქართველი შეიძლება არ იყოს, ოსი იყოს, მაგრამ ქართულად მოლაპარაკე. ხო და აი ხა მე მინდა მიმართო ამ ტვინაღძობ ერთუჯრედიან იმ ამიბიოზებს, რომლებიც იქ დგანან. ხო იძახით რომ რუსეთში გაღვიძება არ გვინდა. კაი ამ მოსკოვში ვერ მიდიხართ. 200 კილომეტრია ამ ვლადიკავკაზამდე. ადექი დაჯექი 2 საათში იქნებით და შეხედეთ ერთი აქ როგორი ცხოვრების დონე. ეს არის პატარა ქალაქი. რამდენი ეთეს ცხოვრობს აქ ვლადიკავკაზში? 450. ხო, 450,000 კაცი ცხოვრობს გდანში. გდანის ხელა არის ეს ისა, რა ქვია, ვლადიკავკაზი. ჩამოდით აქ და ნახეთ ერთი როგორ ცხოვრობს ხალხი და შეადარეთ მე როგორი არის. ეხა ეს მოსკოვი და ის არ არის ლენინგრადი, მეგაპოლისი, მაგრამ შეადარეთ ერთი. რა ვიცი, აი ესეთი ავადმყოფები არის. გესმით თქვენ? ეს ავადმყოფები ესე. ხო და მინდა რომ აი რა იმაზე ვთქვათ, ანუ ისე ნორმალურად ახართ ყველანი, ხო, სამსახურეები, ყველაფერი. ის სამსახურები ყველას ვინც შეუძლია მუშაობა, ну, ისე რომ როგორ საბსკავში იყო ყველას სამსახური ქონდა, ყველას ბინას აძლევდნენ, ისე აღარ არის, მაგრამ ვინ ზოგიერთი ბიზნესშია, ზოგიერთი მეცნიერია, ზოგიერთი ქარხანაში მუშაობს, მოკლედ ანუ ყველა დაგმაყოფილებულია და შენერად არის. ну, მათხოვრად არავინ არ არის ქართველი აქ, აჩვენთან. ყველა მუშაობს. და თან ოსებთან ძალიან ძმური ურთიერთობა გაქვთ კარგი და ძალიან კარგი, კარგად ავართ, ხო ხედავთ, მეორე დღე არის თქვენ აქ ახართ და სპეციალურად ხალხს არ ვეზებთ, რომ კარგად უნდა თქვას. უბრალოდ ვიღაც შევხვდებით, ყველა აქებს ქართველსაც, სხვათა და ძალიან ერთმანეთთან კაი ურთიერთობა გაქვთ ჩვენ ოსებთან, რუსებთან. ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ხალხი ცხოვრობს აქ ჩვენთან, ასე მეტი. სომხებიც, უზბეკები, ტაჯიკები, ის აზერბაიჯანელები. კი ბატონო. მოკლედ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ძალიან ბევრი ვარ და როგორც ერთი ოჯახი ისე ვცხოვრობთ, სულ ყველა. კი ბატონო. ვიღაცას დაუსვათ, რაღაცა ზეიმი აქვთ, ვაპატიჟებენ, ჩვენც ისე ვაპატიჟებ და ძალიან კარგად ვართ, კარგ მდგომარეობაში ვართ. არ ვაქებ რომ ყველაზე უკეთესად ჩვენ ვცხოვრობთ, მაგრამ სიწყნარე ერთმანეთის გაგება გვაქვს. ხო და ეხლა რასაც ხდება, როგორ შეიძლება ისეთი ლამაზი ქალაქი იყო და დაანგრიეს, ანგრევენ. როგორ შეიძლება? მე ეხლა დადიან, ეხლა ხელმეორე სხვანაირი აქცია. განთავსუფლეთო ის ხალხი, ვისაც დააპატიმრეს. როგორ თუ დაარღვია, კანონი უნდა. კი ბატონო. მე და იქ დააპატიმრო, აბა რა. აბა რა.
და რა მაინტერესებს, იცით, ყველა ეხა ნერვიულობს აქ აი ამ გარემოზე და რამ ისე ბევრი თუ ვინმე აპირებს დაბრუნებას, ეხა თქვენ აქ ცხოვრობთ და დაბრუნებას თუ აპირებთ ისე საქართველოში. როგორ უნდა უღალატო აქაურ ხალხს? ჩვენ ძალიან კარგად ცხოვრობთ და ჩვენი კულტურა და ყველაფერი შევანარჩუნეთ აქ იმაში, ოსეთში და არავინ არ გვიშლის. რასაც ის საქართველოში გეორგობა, ლომისობა და ეს ყველაფერს ჩვენ ვატარებთ უკეთესად. ქართული ეკლესია, ქართული სკოლა, ქართული სათვისტომო, რომელიც არავინ არ გვიშლის ჩვენ აქ. თან ნახე რა ლამაზი ქალაქია, ეხლა რო უყურებ, აი ეხლა შეხედეთ რა ლამაზი შენობები არის, როგორი აი სისუფთავე არის და ეხლა შეადარეთ მერე ბოდიში ნებისმიერ ქართველ ქალაქს. დადღაბნილი იქნება ყველაფერი. კაცი კაცს აგავს, ქალი ქალს აგავს. აი რამდენი ქალაქში ვიყავი ამ ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრ ქალაქში მომიწია რუსეთში ყოფნა. რო გაივლი, ამდენი ტატუებიანი, გახრეტილი, გამოხრეტილი ქალი მე არ მინახია. ჩვეულებრივ და ახალგაზრდობა როგორი კარგად არის. ჩვენთან თუ დაუშვათ ახალგაზრდამ ვიღაცა თუ სხვანაირად მოიქცია ან ტატუ გაიკეთა ან რაღაცა თუ არ ვიცნობ, მაინც იმ ბავშვს გავაჩერებ და ვეთქვი, ვისი შვილი ხარ? დაურეკავ დედმამას, ვეთქვით, აი ასე გამოვიდა დაუშვათ შენი ბავშვი. და არ არის ჩვენთან ხო ხედავთ ის როგორც სხვაგან, მოსკოვში კიდევ ნახე ასეთი არიან, მაგრამ იმიტომ რომ ბევრი უცხოელები ჩამოდიან და უყურებენ და ჩვენთან არ შეიძლება. კი ბატონო. ძალიან კარგია და იცით რა მაინტერესებს? აი თუ იცის მეორე მესამე თაობამ ქართული აქ ჩვენ ერთი პრობლემა გვაქვს კიდე რომ აი რომ სინამდვილეში ისე რომ ვთქვათ უფრო ძნელია დაივიწყეს ხო ენა იკარგება იმიტომ რომ უერთობა თუ არა აქვს სახლში დაუშვათ ეხლა ყველა სამსახურშია ეხლა დაუშვათ აქ რომ ოსური ზოგიერთი ახალგაზრდა ოსურიც აღარ იციან, იმიტომ რომ დედმამა სამსახურში არიან, სკოლაში არ სწავლობენ, არის გაკვეთილები ოსური დაუშვათ და იკარგება ენა. ასეთი მდგომარეობაში ჩვენ თავად, მაგრამ ჩვენ ქართულ სკოლაში ვინცაც დადის, ისინი სწავლობენ ქართულად, მაგრამ ქართველ ოჯახები თუ მეზობლები, რუსები ყავთ, ან სომხები, ბავშვი ვისთან უნდა ილაპარაკოს ქართულად. ხო და აი ეს არის პრობლემა, მარტო აქაური პრობლემა არა, ეს ყველგან ასეთი პრობლემაა. ხო და ეხლა ჩვენ კურსები ვაქვს გახსნილი ქართული ენის რო ისწავლონ ბავშვები. ბავშვები კი არა, უკვე ხანს შესული ხალხი ვის არის და სიმღერის ხო? კი, ის არის, როგორ არის. სეკვების და სიმღერის ანსამბლი. ის ბევრია და ენა სულ რამდენია ბოლო-ბოლო ოსეთში ქართველი რომ მითხრათ ესე იგი? ეს 10,000-ზე მეტია. ეხლა რო ვთქვათ, ეხლა დღევანდელი მაგრამ ეს მარტო აქ არა, ვლადიკავკაზში, სხვაგანაც არის ხო? ოსეთში როგორ არის? მაზდოკში არიან, მაზდოკში ბევრი ქართველია. მე სხვა ქალაქები, ოსეთის ქალაქებში ბევრი ქართველი ცხოვრობს. და უმრავლესობა ცხოვრობს ვლადიკავკაზში, იმიტომ რომ ის რა, საზღვარი უფრო ახლოს აქ არის და ყაზბეგის მოსახლეობა სულ აქ ცხოვრობდა. სახლები ჰქონდათ, მაგრამ წინათ უღელტეხილზე ზამთარში ძალიან ის იყო ძნელი გადასვლა თბილისამდე. და 45 კილომეტრია და სამსახურიც აქ ჰქონდათ, ბინები ჰქონდათ აქ. ხო და დედმამის სახლები ჰქონდათ და სულ აქ იყვნენ ზაფხულში დასვენებლად ყაზბეგში ჩადიოდნენ. თან აქ ეხა მე როგორც ვიცი, დიდი უნივერსიტეტი არის, საკმაოდ მასშტაბური, სადაც ასევე ბევრი ქართველი სწავლობს, კიდევ ჩამოდიან აქ სასწავლებლად, ხო ესეა? კი, სწავლობენ, მაგრამ უფრო უმრავლესობა ძალიან განთქმული ექიმები ვინც არის ეხლა რუსეთში და საბჭოთა კავშირში რო იყო, უშვებდა ჩვენი სამედიცინო ინსტიტუტი. 40%, 35% სტუდენტები იყვნენ ქართველები, საქართველოსდან ჩამოსული. და კაი უმაღლესი იყო. ეხლა აკადემია ისიმის სამედიცინო. და ისე უნივერსიტეტები, სამი უნივერსიტეტია, დიდი უნივერსიტეტი, ერთი საინჟინერო, მეორე სასოფლო და
ჩვეულებრივი უნივერსიტეტი. ეხლა მე ერთი მინდა ვურჩიო ჩვენ სტუდენტებს. ეხლა ბევრისთვის შეიძლება ცოტა მძიმე იყოს მოსკოვში და პეტერბურგში სწავლა, მაგრამ აგერ არის ვლადიკავკაზი. არის 2 საათის სავალი, შეუძლიათ აი ეს პროგრამა რომ არის უფასო სწავლების პროგრამა, რომლითაც აი გამოყოფილი არის ეგრეთ წოდებული ადგილები, ლგოტები. შეუძლიათ აგერ საბუთები შემოიტანონ ვლადიკავკაზში და აქ ისწავლონ და აქ მიიღონ განათლება საკმაოდ კვალიფიციური, უფრო იოლიც არის საქართველოსთან ახლოს არიან, თან 2 საათში გადმოვლენ. და ფაქტობრივად სახში არიან რა. და ჩვენთანაც უერთდება ექნება რო ისწავლიან. ეს ხალხაშორის ეგიდია მომივიდა ეხლა მე სადაც ცხოვრობ ეხლა სასტუმროში. ჩემი სასტუმროს გვერდით არის ეს კომპლექსი. ეს არის ერთი შენობა კი არ არის. მთელი ქუჩა არის მისი, რა ქვია, ამ უნივერსიტეტის კომპლექსი. აი ჩათვალეთ უზარმაზარი შენობები არის და მე არც ვიცოდი ეხლა პირველად ვარ სიმართლე გითხრა მე ხა ვლადიკავკაზში პირველად ვარ და აქტუალებული ვარ აი უნივერსიტეტის მასშტაბურობით და თვითონ ამ ვლადიკავკაზი ძალიან მომეწონა და ძალიან კარგი ქალაქი არის და ჩვენი უნივერსიტეტი განკმული უნივერსიტეტია, იმიტომ რომ საზღვარგარეთში კვოტა აქვს ბევრი, აი ხა მინდა რომ უცხოელები ბევრი სწავლობს აქ ჩამოსული უცხოელები. საიდან რომელი ქვეყანა? ისა რო ვთქვათ ყაზახეთი და უზბეკი იმაზე არ ვამბობ. აფრიკიდან არიან, ისა ინდონეზიიდან არიან, ძალიან ბევრი სხვადასხვა ისა ქვეყნიდან არიან. განკმული უნივერსიტეტი. მე მინდა რომ ამ ჩვენ მოღალატე ოპოზიციას მინდა მივმართო და აი ამ შეცდენილ ახალგაზრდებს მინდა მივმართო. აი ჩამოდით ნებისმიერ ქალაქში ჩადით და მე თქვით რომ თავის თვალით ნახონ. ხო და მე გამოიტანეთ დასკვნები თქვენი პატარა ტვინით, იმიტომ რომ არც განათლება აქვს სამწუხაროდ მიღებული და არც ცოდნა არ აქვს რომ რაღაცა დასკვნები გამოიტანონ და ერთი რამე არის რომ აქ ჩვენი ხვედრი და ჩვენი ღვთისწყალობა და ჩვენი გარკვეული მისია ის არის რომ ვიცხოვროთ რუსებთან კარგად და შეხმატკილებულად, იმიტომ რომ ეს მეზობელი გვარგუნა ვერავინ ვერ გადაიტანს ამ ჩვენს მეზობელს სხვაგან არა გვარგუნა ღმერთმა და უნდა ვიცხოვროთ ამ ხალხთან. ყველაზე ახლო მეზობელია რუსეთი. და ეხლა ამერიკას უყურებენ ახალგაზრდობა, ამერიკას უყურებენ იმას, რა ქვია, ევროპას უყურებენ და ისინი შორს არიან. ეხლა კაცი რო ცხოვრობს დაუშვათ სოფელში. უფრო ახლოა ძმაზე და დაზე უფრო ახლოა მეზობელი. იმიტომ რაღაცა რომ დაემართება, მაშინ ყველაზე ადრე ვინ მოვა მეზობელი. აი ამ შენობაშია ჩვენი ოფისი. აჰა, აი ეს. ქვია დომ დრუჟბი, აქა ხო? ხო, და იქ მეორე სართულზე აი ამ შენობაშია ჩვენი ოფისი, ცენტრში, პროსპექტზე. უფასოდ მოგცეს ოთახი, აი ამ შენობაში. ხო, ამ შენობაში და არც კომუნალური მას ვიხდით არაფერს, ისე უფასოდ ყველა სათვისტომოს აქვს ოთახი აქვს. აჰა. და რა მაინტერესებს იცით, ეხა მე გუშინ ვიყავი მეგობრებო ქართულ ეკლესიაში კვირას წირვას დავესწარი და მამაოსაც ვესაუბრე და იქ ქართველები შეხვდნენ კიდე და ოსებიც და გავესაუბრე და როგორი ამაღლებული განწყობაა რომ აი აქ ესე იგი იმ ტაძარში რუსული ტაძარი არის ღვთისმშობლის შობის ტაძარი და ერთად განან იქოსი რუსი და ეს არის ინტერნაციონალური ქალაქი. აქ ყოველთვის ესე იყო ეგ ოდითგანვე ყოველთვის იყო ძმობის და სიყვარულის და ერთმანეთის გაგება. კი ბატონო. და რა მაინტერესებს იცით ახლა თქვენი შვილები თუ აპირებენ ისე მაინც საქართველოში დაბრუნებას თუ მაინც ისე შეეყვარეს აქაურობა რომ ყველა აქაური აქ არის მაინც აქ. არა, ჩემ შვილებს აქ არიან, მაგრამ ჩემ შვილებს ძალიან ენატრებათ რომ ჩემ დედმამის ნასახლავი რაც არის გალში ძალიან უნდა ჩემ შვილს ერთი ვაჟიშვილი ყავს ძალიან უნდა მეუბნება რაღაცნაირად ის სასაფლაოზე მაინც მივიდეთ. ისე აქ ცხოვრობენ, მაგრამ ძალიან ენატრებათ ნათესაობა შეხვედრა და ეხლა რო გაიხსნა უკვე უვიზო რო გაიხსნა, მაშინ უფრო უკეთესია ის რა ქვია. ეხლა დაუშვათ ჩემი დის შვილიშვილი იყო, ეხლა ვიზა რო ჩამოიყო აქ პატარა ბავშვი. დიახ. და რო დაინახა როგორ ცხოვრობთ, ძალიან გაუკვირდა. რატო? რა კარგად ცხოვრობთო.
ხო, იმათ გონიათ აქ თეთრი დათვი დარბის აქ და ისა. მაღაზიაში. გონიათ რომ ისა რა ქვია, ხა მოდის და არყის ბოთლი დადიან ისე. ელი ჩამოგართმოთ იქ კამერაში. კამერაში. გავარჯობთ. მოხედავ რამდენი ხალხია ჩვენთან. გამარჯობათ. აქაურები ხარ? ხოთა გისო. მე ვისო конечно. აი კიდევ ერთი ქართველი გადავიდა. არა, ოსები არიან, ქართველები. ეხლა აი მეგობრებო, აგერ ქუჩაში მოვდიოდით პარკში და შემოგვეჩეხდნენ. შეგვდეთ ქართულად TDV და თქვენი ორივე TDV-ები. სხინვალიდან იყვნენ, წამოვიდნენ მე აქა და მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ აი ჩვენ როგორც მეგობრები ვიყავით და ძმობა გქონდა, ისე იქნება ყოველთვის. მე ჩემი მასწავლებელი იყო ლუდა ასაევა. ოსი მასწავლებელი მყავდა რუსულის და აი ისე მიყვარდა ეს ქალბატონი და ისე აი ისეთი და როიცოდეთ ისე აქ რო ოსებია, იმაზე მეტი ოსები ჩვენთან ცხოვრობს საქართველოში. შერეული რუსულად კარგად დასწავლა ისე. русულად Ночью смотрим, ваши передачи смотрим. Молодцы. как смотрите вы? Канал Спутник. Да? Это как, на ютубе или? Нет, канал Не, у них антенн есть. Это прямой сейчас, прямой эфир Вот сейчас. сейчас, вот сегодня шли. Сегодня в церкви Это были. на русском языке. Вот здесь идет вот это на русском языке. Левандели, рад. Вот, да, сейчас, вот сейчас, который час? Вот. Сейчас в прямом эфире идет на русском языке. Это прямой эфир. У нас воскресенье, каждое воскресенье, Итоги. передача «Итоги» с Николазом Жаванадзе. Это я начал разговаривать Вот с так людьми, красиво. как это на русском языке, потому что многие не знают грузинский же, да. Вот, например, я часто бываю в Москве, там второе, третье поколение не знает. 1 числа он у меня интервью брал. В Тбилиси показывали. Вот 1 Отключите декабря. это все. Хода. Михария, а грузинский понимаете вы? Чуть-чуть понимаю, чуть-чуть. Но здесь по телевизору тоже канал смотрим, ваш канал. Это спутниковый, да? Сейчас сколько каналов у нас Грузия показывает? 3-4 канала. Не, у меня ну. Ага, კიდე Вахо. მოგესალმებით. ეს TDV-ია. TDV. აი, Тоже ხედავთ TDV, რამდენი TDV. ხალხი არის, რომლებიც აგერ ისე რა ბახვასთან გვინდა. ბახვა სად არის? ბახვა TDV. ხვალ გვინდა იმასე კაველაში უცეროთ. ისე TDV-ები ყველაზე დიდი გვარი არის, არა? დიდი გვარი. არა? ლევან თედიაშვილი ჩვენი იყო რომ იცოდეთ. ხო, თედიაშვილი. აჰა. და რა მაინტერესებს, იცით, ეს ქართული როგორ შეინარჩუნეთ ეს ლაპარაკობთ ერთმანეთში თუ როგორ? მე ხა სკოლა ქართულად დავამთავრე, ინსტიტუტი ქართულად დავამთავრე, როდის დამთავრე? ბაზარში სულ ქართულად ლაპარაკობ. ეხა ჩამოვედი თუ არა, რუსთაველი იყო ის კაცი, ოსი იყო და ქართული იცოდა. ეგრევე დამელაპარაკა და ძალიან გამიხარდა რა. Приятно, что Охан. იშ захамадам. და რა მე ოსურად ველაპარაკები. ერთი ისე რა მაინტერესებს, ოსური სწავლა ძნელი არის? არა. თუ მოინდომე ისა ისწავლი. ისა დაილაპარაკე იმას, ხაბელოს დაილაპარაკე, ხაბელოდი გასვალი, საგე? ლერი. ყაველაშვილი. მეორე კიდე იყო ისა კაპიტანი, ალანის კაპიტანი. ვიაზა. ინაჯოევი. ჯიოე ვინალ. ინალი სად არის? ინალი ბავში ძალიან აი, ცუდ რა მდგომარეობაშია. მაინტერესებს, აქ მუზეუმი თუ არის, я хочу вот сделать передачу Владикавказский алай. ვისთან? ინალასთან გინდა დალაპარაკე. დღეს ველაპარაკე მე ინა. არა, რაღაც ბავშვი თუდად აყავსო და ნუ გასაგები. დადის ეს. დადის, მაგრამ მაინც ხა თუ შეიძლება თქვენ დაელაპარაკეთ თვითონ ისე? ვისა? ინალს. დღეს ორჯერ ველაპარაკე. რაო, ვერ იმას ვიზამო. ვერ და გამოვდივარ. ეს მუზეუმი გაქვთ დათვალიერებული თქვენ ალანიასი? რომელი? იმაშია ახლა ეს სტადიონი დაანგრიეს. ედმახა что и. ეხა ყაველაშვილი იქნება პრეზიდენტი, ხო იცით? Вы знаете ყაველაშვილი? Ну они видимо видели, он у меня интервью брал. брал. ჩათვალეთ ყაվել ალანიას ფეხბურთელი გვეყოლება პრეზიდენტი. ეხლა შეაქაც რო ავირჩიოთ ვინმე არ არის ეგეთი ბივში ფუტბოლისტ ალანი, чтобы вот президента продвигали. Кто это? ჩვენთან ფეხბურთელებს არ უშვებ. არ უნდა სპორტი ისა პოლიტიკა რა. არა, нет у нас таких. Вообще-то очень აი ძალიან ისა რა ქვია, ისე ქართულად გესმის და თან ქართული მაყურებელი ყვა.
ძალიან გული მწყდება ბოლო ადგილზე რო არის ალანია, რა დღეშია რა, ცოტა რო წინ წავიდოდეს. უფროსობას რო არ უნდა, რო თავს არ მიხედავს, მაშინ ისე იქნება. მაგრამ ეს სტადიონი ცოტა პატარაა, 20,000 ვლადიკავკაზის პატარა სტადიონი. Очень ძალიან маленький. ძალიან патара. Я всегда болел Аланию, потому что здесь грузины играли, как будто это наш клуб. Тетрадзе, Димитрадзе, Demetradzē. Стадионит стадион. Შელია. Demetradzē, Tetradzē. ძალიან მაგარი გუნდი იყო ალანია რა. ეხლა ბოლო იყო გიორგობიანი. მაგარი იყო. გიორგობიანი. Хороший был. Swani. Свани. აა. Ძალიან Сейчас ეხლა Воронеж. Первой лиги они играют или во втором? Во второй первой лиге. А из после первого это выше. Премьер-лига. Да. О. А невозможно перейти. Ну сейчас Ну они невозможно. 3 года не могут перейти из-за стадиона. Они в Грозном играют. Они первое место. Сейчас в Грозном играют. Домашние игры все в О. Грозном. О. Когда Ну, они- сейчас очень хороший стадион строят, но чуть-чуть меньше. 20 тысяч для Владикавказа это ничего. 20 тысяч. А сколько? 12. Даже 12. 12? Да. Вообще это... Говорят 15, но Инал как раз Инал спрашивал Джоэла, там 12. По-моему, уже 15 говорили. А это не европейский стандарт. Его не пустят. Они могли очень побольше, вот как Владикавказ. Дело в том, У что нас был 35. Помещалось. там 50 помещалось, 35 когда были, шлак был. Люди не могли там Места ходить, не было. места не было. А сейчас народ же уже стал побольше, да? Просто это интересно, почему такой маленький стадион построили. Политика такая у некоторых. Для всех Диди это Мадлова, Машкенит, Кавичанит. Большое спасибо. Большое спасибо. И желаем успеха. И хочу, чтобы вы были Камчишу молодцы. тема, как в Фанды камчишу Всем, тема. чтобы успех был. Чтобы границы были. Знаешь, Синдиля, Не, конечно, это Хичтардан. Аммана. Или что? По-русски, да? Здравствуйте, Инна. Гамарджобат. Гамарджа. Თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ მე აი და я ваш большой болельщик всегда болел за Аланию, когда вы играли. Как будто это наша команда была родная, вот потому что и грузины играли. И когда и не играли, всегда болел. А сейчас вот хочу, чтобы было успеха у вас. Вот и нам можно я из турецких телевидений сезоны и подготовлю. Хамида телефон. Марат мана чужган машиша. Подуйфашта зурж я камчи. Катя. А, это да, это Пишут, я Роберт сказал, да, Цинделиани мне это. Понятно. А Бахва здесь вообще-то Тадеев? Здесь он, но я не дозвонился. Он не дозвонился, а у вас Э, телефон э, есть? Алло, Инал. А бондаргием зурун манезерта это А телефон это... Жонай, это Игорима Нахашкотон, Игорима. А Мажан, давай, Игорь, это как его, сам тоже договорись с ними. И в юность, вот там на фоне этот музей эти сейчас в юности же, но даже тогда забрал, когда стадион за нас. Баумная стенд, Камтима, на музей. Спецслужбы наблюдают. Давай, я говорю, на этом фоне тогда Да, интервью дадите вы футболистам. Понятно, но я думал, что, наверное, эта полиция защищает нас. Потому что Нет, ну выглядит других позовет тогда. Да, это почему не подходили? Ну, очень рад, что первый раз я в Владикавказе. давай, Никогда не бывал здесь вообще. Первый раз приехал. Рядом вообще Тбилиси, но... давай. Да. Я вчера Барл, до сегодня Фантьяго. был в церкви. Мана, Да, вот ну, сейчас мы сейчас на да, проспекте священно. вот интервью он брал. И я вот да, те был, девы был, гуляют, да, мана, фалечи раздел. Я ничего Это что, не я смогу на все это Нахаш? там Они, повести, оказывается, потому что в очень лесу большой знают. там у Я меня передача там из Москвы кашался, приехал телевизоры. на конференции. был. И Баура, потому- вот, Маманаудуна, координаты. Если что-то всюду. Когда вы приедете, в Тбилиси, Давай, до позвоните, Фандиаго, и Вина. рад буду встретить. Все, давай. Давай, Инал, давай. Из горы Давай, просто давай, транслируем.
но я из Тбилиси. Гиви на зоне Гиви, гори. Ну, все, я очень рад. Фото нам. Нет, пока не проблема, давайте фото снимаем. Вот как. Вот чуть Вот его вот, ближе их пошла. ближе, Вот ближе. так. О, Мы еще снимем. ხვალე აი ამას კითხე იმდენი გადაღებები ახლოს ცხოვრობ. იცი რას ვიცი მაგრამ ვირა ისე უთხარიო და შევიდეთო ისა фурмарионе სახში. сегодня вот клянусь 3 детьми. Завтра там надо на стадионе, там чтобы я кто-то думает, что погулять здесь. Снимаю там стадион, потом иду в школу, потом иду, где патриарх жил у нас. Всюду вот каждая минута расписана. Ну просто потому что ხო, ყველაფერი უნდა გადავა. პირველად თავად ეს უნდა ვაჩვენო იქ არა იდიოტებს, რა თქვენ ნაგზობები რო არის. Хорошо, желаем успеха. ჩათვალე რომ ვიყავი სუფრაზე თქვენთან და კაი ღვინო დავლიე. გაიხარეთ. აბა თქვენიც.
ხო და აი მეგობრებო, ხედავთ რამხელა სიყვარული არის, რამხელა სითბო არის. ეს ხალხი თედევები იყვნენ ცხინვალი და აი ამ ნაძირლებს მინდა მივმართო, აი მოღალატეები რო დგანან იქ რუსთაველზე რა. თქვენ არაკაცებო თქვენ, აი რო იძახით რა რუსეთი. აი ეს ხალხი არის რუსეთი, აი ესეთი სიყვარულით ახსავსე და სიცოცხლე. და მე კიდე აი ჩემი აქ მისიას, ახლა არ მინდა მე კიდე რაღაც ზედმეტი პოლიტიზირება მოვახდე. რა მისიაც აქვს თქვენ ტვინი დაძაბეთ და მიხვდებით რატო ვარ აქ მე და რისთვისა ვარ. აი აქ ოსეთის დედაქალაქში რატო ვიმყოფებით? ამას ძალიან დიდი ტვინის განშორება არ ჭირდება. ამას აქვს აგრეთვე დიდი დიპლომატიური დატვირთვაც აქვს. ბატონო. და მე იმ დღეს კისლავოდში ვიყავი, იქაც ბევრი არის ოსების სხვათა შორის. ხო და ესე იგი მე იქ მითხრა პეტრე ლობჟანიძეა დიდი ქართველი, ძალიან კაი ქართველი და სათვისტომოს ხელმძღვანელი და იმან მითხრა რომ ისაო ძალიან გაუხარდათ ივანიშვილმა რომ ბოდიში მოიხადაო რა ქართველების სახელითო და აქაც ძალიან გაუხარდათ მე ძალიან გაუხარდა ძალიან ხაი რაღაცა და არჯერად რომ სინამდვილეში ასეთი თქვა ივანიშვილმა მე როგორ არჯერ ქართული ხო იციან რა და იციან მაგრამ ქართულად ლაპარაკობ ცენტრში დავდივართ ხო და გაჩერდნენ რამდენი გაჩერდა ესენი გაჩერდნენ და ჯერ მე ძალიან გამიკვირდა რომ ბატონ მე ყველა მიცნობს აქა მე ჟავანაზეს იცნობენ სულ ყველა იცნობს რა თქმა და გაჩერდ ძალიან გაუხარდათ ხო და ის რა ქვია ხო ხედავთ უყვართ ქართველი ხალხი უყვართ და ძმები იყვნენ ოსები და ქართველები ძმები იყვნენ და არიან ხო ხედავთ და ესე იქნება სამბოსი და ეხლა ევროპაში ვინ შეხვდება ასე და ვის გაუხარდება რომ შენ ქართველი ხარ თბილისიდან ჩამოსული მე კიდე კაცო აი ხა მე სულ დავდივარ და ვაშუქებ ქართველები რომ სად მუშაობენ როგორ მუშაობენ ქართველები არიან წარმატებული ექიმები ინჟინრები პროფესორები ბიზნესმენები და იქ ყველაზე წარმატებული პროფესია ითვლება ტრაილერის ძღოლობა და ტაქსის ძღოლობა ამერიკაში ხო და ვერ გავიგე ერთი ადგილის წმენდას ამერიკაში არ ჯობია აგერ ჩამოხვიდეთ და აქ ვიყოთ და აქ გემრიელად ლამაზად ვიცხოვროთ ვიმუშაოთ ვიშრომოთ ხალხო ნახეთ როგორი კარგი დასისინებს ტრაუმაი შეხედეთ აგერ ცენტრალურ ჩვენ მოვანგრიეთ და დავანგრიეთ აი ესეთი ტრაუმაი უნდა დადიოდეს რუსთაველზე მარჯანიშვილზე და სისუფთავე და როგორი აი ერთი სიგარეტის ნამწვავს ვერ დაინახავთ. აი ხა დავდივართ. ერთი სიგარეტის ნამწვავი არ მინახია. ერთი დადღაბნილი შენობა არ დამინახია აქ. ჩვენთან ეხა რო გაიარო რუსთაველზე. რო გაიარო მარჯანიშვილზე, ან სხვაგან სადმე, მთელი დადღაბნილია შენობები რა. ეხლა აქ თუ ხედავთ ახალგაზრდობა ბევრი დადის და სიგარეტენი არც ერთი არ შეხვდება. ჯერ ვინ ეწევა, უნდა სადღაც დაიმალოს და ისე მოციოს სიგარეტი. იმიტომ უფროსი რო დაენახოთ, მე სირცხვილია მაგისტრის. და როგორც საქართველოში ყველა სიგარეტს ეწევა. გოგო და ბიჭი, სულ ყველა. სულ ფრაზეს და სიგარეტს არ ეწევი. ხო ხედავთ, ახლა ჩვენ აქ დავდივართ საღამოს და სიგარეტიანი არც ერთ კაცს არ დაინახ. ნუ არიან, ეწევიან, მაგრამ სადღაც დადგება და ისე მოწევს სიგარეტს. და იქ სულ ყველა უბირავენ, გოგოები უმრავლესობა, ძალიან ბევრი ნახეთ თბილისში. როგორ შეიძლება სიგარეტი, მე რანაირი დედა გახდება, რანაირი ბავშვს დააბადებს ეს ასეთი გოგო. რო გასხურდება. სიგარეტი კი არა, ნარკოტიკებს ეწევიან და ნარკოტიკებს იკეთებენ და ბოდიში და რა ვიცი 1000 საშინელება არის. აი მართლა გესიამოვნება. აი ხა უყურებ ახალგაზრდებს, გოგოებს უყურებ. როგორ აცვიათ, არავის არ აცვია ისე გამომწვევად, რომ როგორ ჩვენთან არის. ესე იგი ბოზებს უნიფორმა წაართვეს და ისა რა ქვია, ესე კაცი მოდის, კაცსა გავს, ჩვენთან აბა ჩაჩუჩკული რაღაცა ისა და რა ვიცი. აი საშინელება მე ეკლესიაში როგორ უნდა შევიდეს? ისეთ გომბარეობაში. როგორ უნდა შევიდეს? რა ვიცი როგორ უნდა შევიდეს. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო რობერტ, ძალიან სასიხარულოა. ჩვენ კიდევ შემოგთავაზებთ, ბატონი რობერტია ჩვენი მეგზური აქ ვლადი კავკასში და ღმერთმა უმრავლოს აი ესეთი დიასპორის ხელმძღვანელები ჩვენ დიასპორებს ერთი მე პეტრე ლობჟანიძე ვიცი
კისლაოცკში ძალიან ბევრს აკეთებს, მეორე თქვენ ვიცი, რომელიც ასეთ ბევრს აკეთებს და რა ვიცი, კიდე თუ ბევრი იქნებიან ესეთები, შეიძლება სხვაებიც ბევრს აკეთებენ, მაგრამ პირადად მე არ ვიცნობ მათ და სიამოვნები დაუთმობდი მათაც თავიანთი აი ამ რეგიონების შესახებ თუ მოგვიყვებიან რაც, იმიტომ რომ ჩვენ მარტო რომელიმე კონკრეტული ადამიანის რაღაც წარმოჩენაზე კი არ ვფიქრობ, ჩვენ გვინდა ქართველების წარმოჩენა. თორე კონკრეტულ პიროვნებებს კი არ ვაპიარებთ. ეხლა ვიღაცამ თქვა ერთხელ მითხრა რომ აიო პეტრე ლობჟანიძეს რო ხშირად ახსენებო კისლაოცკის დიასპორის ხელმძღვანელს. ვიცნობ, დიდი პატრიოტია საქართველოს. ხო და რო ახსენებო მერეო სხვებსო ეწყინებოდო. მე რატო უნდა ეწყინო სხვებს ჯერ ეგერთის და თუ ვინმეს რამე უნდა აგერა ვარ, მე სიამოვნებით ჩავალ და სიამოვნებით დაუთმობ ჩვენ ეთერს. კაცო მე ის კი არ ვარ, რა ქვია, ვიღაცაზე ჩაციკლული და ნეტა გააკეთოს ვიღაცამ რაღაცა და რა პრობლემა არის, კაცო, ეს ერთ დღეში ჩახვალ რამდენიმე საათში, რამე იქ იმაზე ხო არ მივდივარ სხვა კონტინენტზე და დღეს ჩვენ ამით დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენ უკვე ხვალ შემოგთავაზებთ ასევე რეპორტაჟ ვლადიკავკაზიდან, იმიტომ რომ მე აქ ვიმყოფები და ძალიან მიხარია სხვათა შორის აქ რო ვარ, იმიტომ რომ და ძალიან მიხარია სხვათა შორის რუსეთში რო ვიღვიძებთ, რომ რამე გითხრათ რა და თქვენც თუ აქ გაიღვიძებთ ისე რუსეთში, უფრო კარგი იქნება.